მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია პოლიტიკური კვირა, მე მისი წამყვანი შავლე ჭყოიძე გახლავართ. დღეს სტუმრად ყავს ბატონი რამაზ ჩალიგავა, ინჟინერი, საზოგადო მოღვაწე. მოგესალმებით ბატონ რამაზ. ჩვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო ყოველ კვირას TV+ ეთერში მიმოვიხილავთ გასული კვირის განვითარებულ მოვლენებს, გადაცემა პოლიტიკურ კვირაში. ბატონ რამაზ, დავიწყოთ. პირველ კითხვით გადმოვალ თქვენთან ბატონ რამაზ, მეტად საინტერესო ფაქტია BBC-ს საგამოძიებო დოკუმენტური ფილმის ამბავი, რომელმაც გამოიწვია ძალიან დიდი აჟიოტაჟი კერძოდ საქართველოში. ეს არის მომწავლოვი ნივთიერება კამიტის სკანდალი, რომ აქციების დაშლის დროს თურმე იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. თუმცა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯვალიძემ განცხადება გააკეთა, რომ ეს ნივთიერება წყალში არ იხსნება და არანაირი ნივთიერება საერთოდ არ ყოფილა საქართველოში. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ ყველაფერს ბატონ რამაზ? მეტად საინტერესო იქნება ძვირფასი ტელემაყურებლებისათვის. ბატონო შალე. BBC-ზე გასული გადაცემა რომ არის სპეციალურად შექმნილი ახალი სკანდალისტვის რო შექმნილი ეს გასაგებია. ამას ხდება, რა ვიცი და უდნო ჩახედული ადამიანი ხდება, არშიც არის სახე. ისე ლაპარაკობს, აი, არც მკეთებულებით ამბობს და მონახაზი რაღაც ინტერვიუებს ათმევს რესპონდენტებს და ის ჩამოაბდო კამიტის სიტყვა და ახლა ითქვა იყენებდა, არ იყენებდა და ახლა ამით მოსვარა სიტუაცია და ახლა არჩია აგვარი ვიდა როგორ. ხო? ამიყვანა ის ექიმი ჩახუნაშვილი, ვიცით ეს ექიმი პატმოსილი ექიმია, მაგრამ თავის პოლიტიკურ შეხედულებები აქვს. მისი დესეგიმენტა და ვები ლაპარაკებს. ჯერეთი კამიტის თუ საგამოს როცა ის მოხდა მიტინგი დასადა თქვა გაუშვეს გაზი ხო? ეთი 5000 კაცი ხო იქნებოდა? კი, რა თქმა უნდა. მეტი იქნებოდა ნაკლები, რა ვიცი, მიახლო გეუბნები. მინიმუმ საშუალოდ რო ვილაპარაკოთ, მინიმუმ 5000 კაცი ვილაპარაკოთ. 5000 კაცი და ბატონებო. ერთი კაცი ისტორია გვანახეთ, ვინც მოიწამლა ხუთავი გაზი და დაჭერდა გოსპიტალიზაცია სამგლოში. მე ამოვაგდე ეს კამეტი შევთანხმდა ნივთიერებას ქიმიკოსი პროფესორდა, ანუ ცოტა ღმართ ჩავწვდე მას, ეს წვავს გარეთ ადამიანს როცხეულობს ფინტუსებს სასულგზებს აკეთებს ძალიან დიდი პრობლემაში აკეთებს სასულგზებს, რომ პატონს ადამიანი გამოყავს დიდი ხნით თუ ლეტარული შედეგი არ მიიღო, გამოყავს დიდი ხნით პრობლემა გამოყავს. ერთი ფაქტი გვაქვს ესეთი ბატონო შავლე არის ჯერჯერობით არ დაუდიათ არავს. ეს გავიდა მის მერე ახლო ხანში იყო ახალი წელი ხო? კი. ეს ჩვენი მომიტინგეები რო გაშალეს სულ რუსთაველი თავი და მონოდო და ტაშკანდური ჰქონდა გამართული ხო გახსოვთ? კი, როგორ არა, ყველას გახსოვს ვაგე. თუ ახალი მომთანული იყო რა გეიფებდა. არის გამოვიდა ბატონი გუშინთან საში მივიდა თუთუხდა გუმბული დაწვდა. ზაგმა ხება მიატყო რაღაც ესული ამას ვინცად გამოდიან ტელევიზორზე გრიგოლიესთან ლეჩოვის ხებადონი აი თავის მომხრეს გულს უხანს და გულს ასე ჯაგზისებენ გულს და აი რეებს აპარაკობ ხამბოლა. ხო, მაგრამ ბატონო ნახტებს ეს არის ციკლიდან ტყუილი 4 ოქტომბერზე დაიწყეს და 4 ოქტომბერში რა გამოვიდა რა მოვდივართ აი დაიწყა ქვეყანა აი 4-5 საღამოს გამოუშვებ ყვალი პატრონებს რომ აი პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღებაროვედა. დაამხოთ ხელისუფლება ასევდა მოდიოდა და მე რო გამოვიდა, სულ მივეცო და თავდაგეცაო ზაღოდი. ჩემი ის ახე დაგვეცაო ის ჩემი თუმცა აქტო დაიცა თავდამატორე. ესე მან ხერხულია კაცო, ამას არა რასნოვადა. ის მერე იყო და მეორე ეპოპეა გამოვიშვეს ელისაშვილის კადრი. ვერ მივიყარა ბოლომდე ეს საქალაქოს ის რომ უნდა გადაზვა. შევიდა შეგინ დაასხა ბენზი და ვერ მივიყარა თორე ისო წაიგდები ცეცხლი. და მეორე სერია ბატონო ჩემო. კიდევ არის სხვა სერიები არ მახსოვს. მესამე სერია შემოვიდიხარ დაბაგ სალაბარაკო თემა გაუჩი და ნაციონალებს და ამ ქვეყნის ნაციონალებს კი რა ლიბერალებს, ნაციონალი არ არის ამაზე მგონი ეს ლიბერალებს მოსხდა დაფინანსებულებს
ან ქვეყნის მტრებს სალაპარაკო საქართველოს ხელისუფლება წამლავს თავის ხალხს. აი ეს დაბალაკი იყო მე მახსოვს ბატონო ჟავლეკ ხუსეინის დროს. ხუსეინმა მოწამლა ქუთებიო. მე ამოვეშთა ატომური იარაღიო თუ რაღაცა დაბავა. მის მერე მოიმშევიდა და ჩამოვაგდა დაბერგონიამ კაც ხო? ეს ის სერიდან არის ზაკეთეს ისე ბატონო რამაზ ბოდიში აი საინტერესო ფაქტი ბატონო რამაზ იცი რა არის საინტერესო ფაქტი რომ ხელისუფლების გარკვეულმა წარმომადგენლებმა განაცხადეს რომ კერძოთო ოფიციალურად აპირებენ დაკითხვაზე დაიბარონ ვანო მერაბიშვილი მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი შოთა უტიაშვილი და კიდე სხვა მაღალჩინოსნები ამ კამიტთან დაკავშირებით და ყველაზე საინტერესო ფაქტი რა არის, იცი? თუ ეს ყველაფერი მართლა რეალობაა, მაშინ გამოდის, რომ ისა რა ქვია, დამნაშავეები ისინი არიან? არა. თუ კამიტის შეძენა, აი რა შეჭრდებოდა ან იმათ, ან ამათ. არ თქვა ხელს თან ხაზი აღარ დავუწყოთ, მაშინაც მიყრონ შენაგან სამინისტროში რეალურად მოაზრული ხალხი და ეხლაც არიან მე ხო. არ თქვა ასე არ თქვა ისე მოიქცეთ ბატონებო. ალბათ არ თქვა მას რომ აი ნაციონალური დროს ყველა პოლიციელი ცუდი იყო, არ გამოვა ასეთ მაგის ხმა რა. არა, როგორ იყო ყველა? აია ის არ გამოვა. არა. არც მაშინაც საკუთარი ხალხი კი, ბევრი ცუდი იქნეს 7 ნოემბერს იქა მაგრამ კამიტით საკუთარი ხალხი არც მაგათ მოუწამლიათ. კი ცუდი იქნეს. მიტარებლები შემოაგ რაღაც ეხლა ცუდი. უფრო მეტი აგრესიულობა იყო მაშინ. არა. ისა რომ კამიტი გაუშვა და ხალხი მოწამლა, არა. ჩემი აზრი გეუბნები მე. ამაზე რომ მაშინ შემოწამლი იქნა ბაქოდან კამიტი მგონი არის ნაერთების სიაშია ჩამოთვალში აი ცემცადენი გაზი ციდაგის სპრეი ამ ნაერთების ამ შემადგენლობაშია კამიტი გავიგე აი კამიტი აი ნაერთების შემადგენლობაშია და იქდანათო ინდივიდუალური რომელიც კამიტი კი ერთ-ერთი სახეობაა კამიტი ამ ინდივიდუალური ერთ-ერთი სახეობაა კამიტი აი ეს არა თორე ის სახეობა ყველა ქვეყანაში ხმარობენ მაგას და დღეს გამოვიდა პრემიერიდან და რომ ჩვენ ხმარობთ ის რომელსაც ხმარობთ ევროპის ყველა დაშრებულია კანონიდან, რომელსაც ხმარობს ევროპის ყველა ქვეყანა. ან რასაჭირო იყოს სხვის ხმარება. რა თქმა უნდა, გეთახები. რა საჭირო წარმოადგენდა ხალხებთან რა დაძებდა. ერთი კაცია ელემენტარული ერთი ადამიანი არ დაძიანებულა, ხო? ერთი ადამიანი არ დაძიანებულა. ერთი და დაზიანდავი მე. არა. აბა რატონება ამას მინდა გიჯეროთ ხო? ამას მინდა გიჯეროთ კაცო. სხვა რამე მოიფიქრეთ გოჯახაშნებულებო. ისე რამე მოიფიქრეთ რომ ხალხმა დაიჯეროს რა ეს თარობა რა ყოფილებდა რომ ხალხ ამნა თუმე სად არის მოწამული ერთი კაცი მანახი დაიჯეროს კაცო ანა გაგიბოდა გოჯახაშნებულებო რა მანახი ერთი ადამიანი მოწამული ერთი წელი გავიდა მოგაწუ რამდენი ხო წელი გადიჭი ხო გავიდა ერთი წელი უკვე გავიდა სად არის ერთი კაცი მანახი მოწამდა იტოს ავტობუსში 2 დღე მოწამული საქსონდის ზებით მოწამული ადამიანი მანახი იტოს ავტობუსში კაცი გამოვიდა რაბატუს გამგეორდა ეს მოწამული კონსტიტუციაო ჩემთან მოწდებაო ანალიზი არ შემოვდანეთ და აგაგუჩინეთ და ანალიზი არ შემოწულა მარჩიელო მარჩიელობენ კი არა ეს არის ბატონო რამაზ ავანტურისტული ქმედება სახელმწიფოს წინააღმდეგ პირდაპირ მიმართული ეს ქვით ბატონო ნორმალურია გამხარება ჩვენ ტრებიგება გეუბნები ბატონო რამაზ არავინ არ ამბო არავინ არა ამოდი ტელევიზია და ამათო ჯერა ის ამბავი რა ამათო ჯერა ხალ და აი ეს სოხრები ეცენილი სიცოცხლეშული თქვენ ხალ დაგიჟებთ ხა ეს როგორ ოთრობებს გააგიჟებთ ჩვენ მოვდივართ და დააწუნეთ ხალხი რომ ესე იგი აქციონერი არ არის საჭირო და თალობაში მოვლენ ესენი ესე იგი დაამხობენ ხელისუფლებას ძალის პირზე მოვლენ და მოსვლები არიან უკვე მოვა დებლები გამოიყარდა და მოსვლები ვართ უკვე ყველა აღარ ხო და ხარ ჯეროდა ეს მე გამამეცია რიგლიზმი სისულელეები თქვენ ოპოზიციას ხალხი არ ოპოზიციაში იქნებხარეს ყველა ერთერი ხო რა ყველა უკან გაძინს კაცო რა საკეთებ რას გავს ეს რა კამიტით მოწამდეს ვინ მოწამდეს მანაკ დებილია ხალხი ვის უჯერებ ხალხო ვის საქმე იმაში მდგომარეობს რომ კიდევ ერთხელ გამომეორდები ეს არის სპეციალურად გამზადებული ავანტურისტული ქმედება რომ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოვიდეს ხალხი ახალი ქმედებაა თქვენ თქმისი არ იყოს ბატონო რამაზ ტრამპაჩი უჩივი ზეგა ბიბისის და მილიონი ნახევარს თხოვს რაღაცა გამოგვიღებია ტრამპი იმაზე ამის ხელისუფლება გამოხდება ხო ვიცი ხო და რა ჩვენმა ხელისუფლებას უნდა იჩინოს ბიბისის წინააღმდეგ შეიტანა ზოგადად შეარ კი შეარ ტრამპის დამოთხოვოს რაც ეს საერთოდ ამდენი მისეს ამდენი გადაიხარა დამაში
პატარა თანხას არ პატარა თანხაზე ნამდვილად არ გააკეთებდნენ მაგ ინფორმაციას. რა მიგრეცი ბატონშალე. არ გუშინ მანახეს შეხნაშილი გამოდიოდა იქ აი. ნანუაშვილი გამოდის კიდე ის ვარ და ეს. სახელმწიფო დამცველი. და გამოდის და ეს ორი სახელმწიფო ხებატო. ხო, ნოჯარია. უერონო ხალხი, დაწურული ხალხი, როგორ სახელმწიფო დამცველი ვინაირჩია. ადამცველი რაც ადამცველი რაც რა გადაგაცეცები და ეხლა რო ყავთ გამოდის კაპიტალიზაცია და შენ თავობაზე შენ ხელსოდა ერთ აპარატს და სტარტაპისთან ხდაშეს რა უნდა ანაგობოქთა ეს მინისტრად ერთ აპარატს და ქვეყანაზე საკუთარ გიგაური საბოდა ქვეყანაზე ხალხო ქვეყნის თორა რა გიგებს გამაგებიეთ რაცა რა ოცო არ უცნება მეც არ მიდაწვი ბატონო არც მე არ მინდა. გვეყო. გვეყო, ხო საკმარისია ბატონო, კაიებს დაამთავრა, დამისგდა მანისია. გული მაგათამდა. არა. ხო. მაგრამ სხვა რო აღარ არის ძალა. დაუდგები გამოდი ხალხო. გამშვიდი დაწვა ძველი სახეები მოიშორეთ ხალხო, ძველი სახეები მოიშორდა. ახალდაობა დაადგით, პროდუქტი დაადგით, გეგმა ჩამოაყალიბეთ ხალხო. ხალხს უთხარეთ, ყრიდა გიჟებით კი არა, ასე სიტუაცია, გეგმა ჩამოაყალიბეთ, ქვეყნის განვითარებით. ჩვენი ციხესულის რა რო ხედავთ ამას? ხალხი დაგიდგებით გვერდით ყველა მოგცემთ ხელს და მიხედავთ ქვეყანას. ხო, მაგრამ ბატონო რამოს, უყურე. ვინ უნდა დადოს ერთი გარბის, რომ ძალადობრივად უნდა ჩამოვაგდოთ ეს ხელისუფლება, მეორე კიდე აკეთებს 1000 აბსურდულ სისულელეს და ეს სატელევიზიო ეთერი ოპოზიციური არხების აქციეს სპექტაკლებად და მესამე ყველაზე მთავარი. მესამე არავის არ აინტერესებს სინამდვილეში რეალობაში რა ხდება. აი გარე ყველაზე დიდი პრობლემა. აი დიდი განათლება აჭირდება იმას, ხეს გავიგოთ რა ხდება ქვეყანაში. აი საიდან მოდის ეს სერიოზული და საიდან ეს ხო გამოვიდა დღეს გენერალი გამოვიდა, ამერიკის გენერალი გენერალი, თქვა იმას, მაგრამ ჩვენ საქართველოსიო მოვისყიდოთ ტელევიზია, მოვისყიდოთ პრესა, მოვისყიდოთ არასამთავრობოები ვაფინანსებდით და აკეთებდნენ იმას, რაც ჩვენ გინდოდა ხო რა. ხო თქვა. კი ბატონო, თქვა. საქართველოს რა ეს ამას ხო ამბობს კაცი მე ხარ თქვენოთ იმას მაგვა ხო ეს. და აკეთებდნენ იმას, რაც ჩვენ გინდოდა. ეხლა ხო უნდა გავიგოთ რატო ხლა BBC აკეთა ევროპარლამენტის აქცია საქართველოს აი იმას ხო უნდა მივხვდეთ ბატონებო. ვერ ხვდება მაგრამ მე მაგას ვულებო თქვა, ჩემს გეუბნები. აქ არის რომ ერთი მიზეზი ამის არის ერთი ბატონებო. ევროპა უარს ამბობს რუსულ გაზზე და ნავთობზე უნდა შემოიტანოს გაზი ნავთობი აი აზიიდან, აზერბაიჯანიდან, აზიიდან და შემოვიდეს საქართველოს და თურქეთიდან და გავიდეს ევროპაში, ხო? რა თქმა უნდა. აი საქართველოს და გააბანოს. სამდოვაში და ჩვენი ხელისუფლების ეს მოიშორა აზერბაიჯანები და გაუძალიან და ჩვენი ხალხი. თქვა დახუჭულა გაგადარეთ. კი ბატონო. ხო, რაღაცა გაუძალიან არ ემოჩილება ხოლმე. და ამიტომ გადაერთონ ახლა იქიდან მხარეს იქ ზანგეზური დაიწყეს და მაგი სომხეთი შეარიგეს აზერბაიჯანს თურქეთთან და სომხეთთან საჭამო სომხებთან თავი ხა გონი აფინანსებენ სომხებთან არ ეძებები და ის არის მეორე საწინააღმდეგო გზა არის მაგ ის ერთგვარ გამოვიდა ბოლომდე ვერ დავამხერს ჩვენ მაშინ ისახა ბუნებაში მაგრამ სომხები გამოიღებენ ხმას და ჩემი აზრით მოვლენ მაგინე ასე ვისაუბრ თურქეთ ჩვენ გემდურებდნენ სომხები რომ რატო არ აღიარებთ რატო გახოთ თურქეთთან უთუდება რატო არ აღიარებთ თურქეთის გენოციდიო თურქეთთან უნდა ეხლა ეხუთები ფაიზა მე გახდა თურქეთის როგორ გონი გუშინ წინ დაისა დაპატიჟა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი და თურქეთის პრეზიდენტი 2 მილიონი თურქი სამეხი მოკლა თურქმა გენოციდი აღიარო რა გქონდა და ეხლა გახდა მაგაც კი ბატონო ეს რაღაც ჩვენ პრობლემა არა ეხლა იქით უნდა ზაგატან რომ აი ჩვენ თუ აი ჩვენ ვერ მოგვიხართ ეს ამათმა ხო ეხლა იქით უნდა ჩვენ ანუ საქართველოს გვერდისავლით. ო, ეხლა თუ ახლა არ გამოვიდა რაფერი დამხობა არ გამოვიდა უკრაინაში მოხობა. არ გამოვიდა დამხობა, არ გამოდის ხედავთ ზიერია ხალხი დაიყოლიეს ხო ეხლა მოვლენზე და ეს ის საერთოდ ძალიან ანული და ჩვენი საქართველოს დემოკრატია თქვენ და არის დემოკრატია. უკეთესობა არ თქვენ და თქვენ გვირებთ რა. ჩვენ ახალზე დაფუჭებთ ხალხი დრედა რა მოდი დამკიცეთ რა გამენტონი ის რა მოწამდეს ვინ მოწამდეს გამოდის და დაფერაზე არა არ უნდა ეშოროს ამას იყო უპოზიტ ტელევიზია ამის წლამდე ვინ არ ხალხმა რა ტყუილი კაცო 25 ტყუილი გამოდი მართალი თქვი ოთახაშინებულო თქვი ამთავრობას სათმური მე ვიტყვი თქვი
ამთავრებელზე ცუდი სამხედრო რა არის? კი, ოღონდ გააკრიტიკე. ყოველთვის ვლაპარაკო. მე ცუდად მაშინ რამდენი ვაკრიტიკე არა კი ბატონო. კი ოთხი მეგობრები არა ვარ მაგის ხათა გეუბნები ხა არა ვარ მაგის მოხდები. რამე ტერიტორია არ ვარ მე. მე რა ვარ იმას განიცემ თუ არ დავაშენო მე. უმრავლესო ასეთი მაგი იქნება ხო? კი ბატონო. პოლიტიკა ოთახი მონაკია რა პოლიტიკა ოთახი მიგებ. რაღაც საში ოთახები, რაღაც არ ოთახები, მაგრამ ტერი არ ვარ მაგ გამგები. ეს ეჩია ხალხმა ხო? მომონაჩენოა გადავიჩერდა თუ ხალხმა გადაიჩერდა. მე შეიძლება თორე იმას. ტერი და გადატრიალება გვინდა კიდე არ ეუბნება და ვიღაცა გადამტკიებულმა გვეღა მაგოთაკა დაფინანსებულმა უჯულოებმა. წესით ვინა და ვინა გამოვიდა კაცი არ ხარ ისეთი კაცი თუ სახში მივიდოდი რაღაცა ბუნდებს ხდება ხაბადომ გამოვიდა ნაცვალ მიშულებს ბახშმა რაღაცა ძეარჯამა ოხოლა გუნჯიმზე ისე მაჯორა ეს აუგუნე ხარდი მოწამია თუ ხმოწამე რაც კი იგობდი კაცო ერგულაში ერთწელი გავიდა მანახდა დავამტყო ვინ არის დავადებული კაცო არა ბატონო ხუთი განაცხაო ჩვენ მოუგლე ხელ დაეწვა რა გუტურა ვიხარ შენ გამოდი ბატონო რამაზ ყველა საინტერესო ფაქტი რა არის თუთიყუშმა ბუნდლი გაყარაო და თუთიყუში მოიწამლა რა უნდა და თუთიყუშის აქციაზე ოღონდ გამაგებინე აი არ ვიცი ამათი თულელები რა თუ არ თუთიყუში მოგდა არ მოგდა ბუნდღა დაყარა და ამ მე თუ თუთიყუში თუ მე იცის ბუნდღის დაყარა და ახალ ბაი რო იცვლის იცის და დაყარა ბუნდღა და ეხლა ის უსადა ის ბუნდღა თუთიყუში მოგდა და მოიწამლა ახე ფოტოები აქვს ერთი ხე ფოტოები დაწვენია ხე იცაბა ისეთია. ამოვიდა გულში კაციტარი. ო. ამოვიდა რეებს აკეთებს მაგრამ ხელ უნდა გაახმოს მაგია, ხო? კი ბატონო. რომელი გამოხარი? არც ერთი. ბუჩკი ვერა გამოხარი. თქვენ გაკიხილი აუ ამტროდი იმას. ბუჩკი დოჭვდი და დაახლა იმის გადა არბიან გამჭებული რა არის უნებული. რეგები გეთქვენია. მაგარი თქვენ გაწოდებ დაგიჭირეთ. გვაგიჟე? თქვენ მომხრეს გუძუხან, ხო? კი, რა თქმა უნდა, ეგრეა. აი, გასაგებია. იმეთქენია. ბატონო რამაზ, შემდეგ კითხვაზე გადავალ, მეტად საინტერესო ფაქტორია, სხვათა შორის ჩვენ არაერთხელ გვისაუბრეთ ჩემი გადაცემის ეთერით სტუდენტებთან დაკავშირებით, კერძოდ ეს სტუდენტური სწავლებებთან მიმართებაში. აი ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ თემასთან დაკავშირებით, არაერთ გადაცემაში, რომ სტუდენტებს აქვთ რა ქვია, გრანტები, რომლის საფუძველზედაც შესაბამისი ზღვარები არის ამ გრანტებისა და ბევრი სტუდენტი ამას ვერ იხდის, ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე. უმუშავრობიდან გამომდინარე და რჩებიან უსწავლელები. დღევანდელმა ხელისუფლებამ და კერძოდ ბიზინა ივანიშვილის ინიციატივით გამოცხადდა, რომ სტუდენტებისთვის 2026 წლიდან უქმდება გრანტები და ყველა სტუდენტი სახელმწიფო სასწავლებელში ისწავლის სრულიად უფასოდ, ვინც ჩააბარებს გამოცდებს. აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერს თქვენ როგორ შეაფასებთ და ერთ დავამატებ კიდე. ასევე განათლების მინისტრმა გივი მიხანაძემ დაამატა ისე რა ქვია, განცხადება ამასთან დაკავშირებით და წინასწარი ანონსი, რომ ყველა სახელმწიფო სასწავლებელში იქნება სტუდქალაქების სტუდენტების საცხოვრებელი ფართების გამოყოფის მიზნით. კი, და არაერთხელ გვაქვს მაგაზე ნასაუბრები და ვითხოვდით ამას და მართლაც დიდი ამბავია ეს ამბავი, რომ ისე თქვა შორის ბატონოს მე ვიტყვი ტელევიზიის და ჩვენი ტელემაყურებლების წინაშე ასეთ რაღაცას, რომ ჩვენს გვაქვს ამაში შეტანილი წვლილი ამ ჩვენი ხშირი განცხადებების საფუძველზე. ამასაც გამოუხდა უამრავი მოწინააღმდეგე. კი, რა თქმა უნდა. აბა, მაშინ გამოდიხარ, მოწინააღმდეგე ხარ. ჩამოხშე რა ი პროგრამა, სხვა პროგრამა მანახე. ეხლა რაც არის, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ხო? ის პროგრამა ეხლა რაც საგვართ განათესება რადონეს და გამჯარებულ და რაც საგვართ ისო ბანგლადეშის იგივე ყოფილა ისეთ ამას შემოიღო საქართველოში. მაშინ წოდე ბანგლადეში მასეთი. ეხლა ბანგლადეშიაო და ადრე ამბობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუნის სინდრომით დაავადებულ არ ვაყიმათ კი არ ვაყენებ შევარცხოთ ბატონოს, მაგრამ ისინი რა სწავლებენ, იგივე მიმართულებაო. ხო. რომელია ისტორიო. კი. ლაკი მაგალითად მეორე გამოსტანო არის. ზოგადი უნარების. უნარების გამოსტანა. ასეციონერა. ან ხო უნდა შემხედოთ დოდენობა. ამდენი სტუდენტი ყავს უნივერსიტეტებში და სპეციალისტები არ ყავს. ხო? აი შემდგომ, ხო? უნივერსიტეტის დაამთავრე, 91 დაამთავრე უნივერსიტეტი. გპი დაამთავრე 30, ხო?
მაშინ ამდენი შენობები ყავდა. დღეს არის რა? ამდენი სპეციალისტები ყავდა. ხალხური შენობები ფასობდა სადღაც მასშტაბი ყველგან. მოსკოვში შემაშენ მეტროები, გვირაბები, ხიდები. გებეში ყველაზე პროცედურებზე ხიდი და გვირაბები და უშობდა უძვირფასეს სპეციალისტებს. უძვირფასებს შენებლებს. ამ შენებლები იყო ისობელი ხალხი. მუშავი აბათა და ვიცი ეს იყო ძვირფასი სადკასტა იყო ერის სპეციალისტები. ეს ხო დაანგრიეს და მოიღეს ეს სიტუაციები ახალი ეს ხო შარცველია. და ხუთიანზეა ეს საკითხი ბევრ რაღაცას აკეთებდა ყველაფერს. კაცი ამბობს. რომ სწავლა უფასო იქნებაო? კი. იქნება უსწრებული ქალაქი რუსთავი, თბილისი, ქუთაისი ხო? კი ბატონო. ჩამო ადამიანი ხო სტუდენტია ხო? არ უნდა დააწოს შობელს, არ დააწოს სწავლა. ვინაური ქილავოს 900 საიდამოიტანო თან ჩამო სხვა და იყო 900 საიდამოიტანო შობელმა. პლუს ბოდიში ბატონო, პლუს ამის გარდა ის ბინის ქირის გარდა აქამდე იყო გრანტები. და ზოგს ქონდა 30%-იანი გრანტები, ზოგსა 50-იანი. და ისიც ხო ბოდიში, ისიც ხო პრობლემა იყო ოჯახისათვის. ბევრი არ იყო მაგალითად 100%-იანი დაფინანსებით. ადამიანი მოსწავლა. მაგის გამო ამთავრებდნენ იმას სწავლას და განებებდნენ თავსა და იყო ერთ ამბავი. ვინა უფასო იქნება, წილი უფასო იქნება. სწავლა კიდე ისწავლება. თუმცა დაამხარებს ესეც გამოხარ. არ იქნება საჭირო უცხოეთში სიარული. აქეთ თუ არ ყოფნის ლექტორები, აქეთ მოვიწვიოთ ლექტორს. აქეთ გადავიდეთ უცხოეთში და აკვირციოთ. კი. ჩვენ პროფესორებს 1000 რამე გავდოთ. კი ბატონო. პლუსებით, მარტები და რაგლებებით, ხო? საათების მიხედვით ხო? კი ბატონო, გამოიყვანოთ სპეციალისტები ქართული გზაზე. ქართულები თომედიკაში კი ბატონო, თომედიკაშიცო თუ უნდა ბავშვი ხო? მაგის იქნება ეთუბანში, ეთისკოლას და დაამთავროთ წავიდე უცხოეთში. ვინ წავიდა უკამრუნდება და ჯობი აფასტაროთ. პროგრამა არის კარგი ბატონო. ისინი სკოლაშიც ის მობილური ტელეფონების გამოყენებასთან ისინი სასკოლო ფორმები მე-1 კლასამდე მე-1000-ზე უნდა იყოს, მაგრამ კაი, ჯერ მე-1 უნდა იყოს ხო. ეს ყველაფერი ეროვნული საფრთხე დაიწყო ქვეყანა, მთავრობა, სახელმწიფომ დაიწყო ზრუნვა მომავალ თაობას ხო? დაიწყო ზრუნვა სწავლა განათლება. ამას ხერს უშლი? რატო? უკეთესი მითხარი და გამოვიდა ხალბატონი და ისაო. ამისულება ხო ბავშვს რაფორმა იცმევა? ესო ბავშვს ხუდავს. როგორ ზღუდავს? სილამაზია პირველ რიგში. წესრიგია. ასისტამენტი თქვენ სკოლაში გას. აბა ეს ამ ზღუდავს და რა ზღუდავს? ბავშვი ისე რომ ცივი სწავლაზე. მე ვიღოთ განათლებაზე. და გარდაძონა იყო ექსპრესი ეჯიბები მე მეტი არჩენა კრეატივია მე ხუთე მე შეგაზე ბავშვები ყოვიცი და ჩვენ არა ხარა ჯობი ხოდა ასეა რა ბატონო კი ბატონო ეგრეა ეს ხალხმა დაიწყო და მეცნამდი მიდივარ კიდე არხნა ბატონებო ასე რა თუ ცუდია შვიდა და მიხსენით რატომ არ ცუდი ხო მაგრამ ვერ ხსნიან ბატონო რამას მაგას ეს არის აბსურდული ის არა ქვია უკომპრომისო მიმართულება რომ უნდა იყოს წინააღმდეგობა არსებულ პროგრამასთან დაკავშირებით და სხვა არაფერი. ოღონდაც საქმეში ეცი უამრავი ჟურნალისტების შეკითხვა იყო ბატონო ამასთან დაკავშირებით, რომ ამბობენ ეს ცუდია. და ანუ ახსნას ითხოვდნენ ჟურნალისტების გარკვეული კატეგორია. პასუხს ვერ ცემენ. რატომ არის ეს ყველაფერი ცუდი? ბატონო შავლე, ჩინური და იაპონური სკოლა სულ გუში. როგორ არჩევენ ბავშვებს სკოლაში შრომას. შრომას, მუშაობას. ელემენტარული გოგეებს ბიჭებს პატრაგა გოგებიც არჩევენ შრომას, შრომის დაკუთილებია. ჩემ დროსაც იყო შრომის დაკუთილება სკოლა. ჩემ დროსაც იყო. ასე აი ელემენტარული ბავშვის სკოლაში სწავლობს, გოგოს სწავლობს, ოჯახის ხარბატონობას ელემენტარული ბიჭის სწავლობს, ამაკაცურ ხელობას ელემენტარულ სკოლაში. და იგვასტავიდან ხერხვას, გვასტავიდან რაღაც დატვირთი მოჭერას, ეს ხარატობასაც გვასწავლდნენ ხოლმე. რაღაცა გოგოს დასტავიდან რაღაცა შეგერვას, ქარბას, რაღაცა ოჯახებმეთ, ხო? ეს არ გასულ რაღაცას. ეს დასტავიდან აი მე ხუთად მოხდაში ჩემი შვილის სოფლიო დაბეხმარებდი. ეხლა დავრეკა შენ გინდა რომ ჩემი შრომითი ექსპლუატაცია. სადამოწერ გოგოსა სკოლაში ვიყო. ასე უნდა გაძავე და მუშაობა. ხო. ატოს უნდა დარეგო. და უნდა უთხრა რომ შენ გეწევიან შრომითი ექსპლუატაცია. ბაბა უნდა უთხრა ეს მომიტანეო. ექსპლუატაცია მაგ არა. ეს სისხლის ამორთებანა შეუულია. ო, აი რა ხალხო არ გვინდა ჩვენ ეს ვისაც მოკანაძე არის. მოკანაძე ახლა რომ აჩქებ ხედა პარალელს. არ უნდა. იაპონია როგორ გღანა ბატონო. ჩინეთი როგორ გღანა დადი ხო? აი იაპონია ჩინეთი კაი დადوارი. იაპონიაში როგორი თაობა ისება რაც.
ტექნოლოგიურად განვითარებული თაობა იზრდება. შრომა ვასწავლოთ ბავშვებს. მომათავებად გამომზადოთ და ზას სწორია. ბატონი ზორია გასაგებია. მე მინისტრიერია მან პრემიერის ხუთი. აი ჩალენჯი თავი. ლიბერალი დრო და ეროვნულ საქმეს ნელა მივყავით ხელი. ის მე ბატონობა და თავდაცვის საკითხები შემოიგოთ, სხვადასხვა უდები შემოდიან. პირველ რიგში ეხლა ბატონო რამაზ ბოდიშოვი მე ამ ხელისუფლებას არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთ რაღაცას მოუწოდებ, აი ჩემი ეთერით. ეს ყველაფერი მისაღებია, ჩვენ არაერთ კიდევ ვიმეორებ, რომ არაერთხელ გვისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენც აქვს სული ამ თემაში შეტანილი და აქედან გამომდინარე ერთ რამეს მოუწოდებ. სასწრაფოდ უნდა დააბრუნონ სკოლებში დაწყებით სამხედრო განათლება და სახელმწიფო უნივერსიტეტებში და იმაში რა ქვია ინსტიტუტებში სამხედრო კათედრა. რომ პატრიოტული აღზრდა იყოს ახალგაზრდებში. აი ბატონო შავი ხო მე უსულ ჯარში დახო შემდგარ და ეს სამართლები და წავიდა ჩვენი ხმა. მაშინ ეს საკავშირი გომანა ამ ხდა პატრიოტულს ნობა იყო ჯარში მიდიოდი და სიხარდაი მამულს აქ ქვეყანა ის იყო სამშობლოს იყო მაგათო დაყურებული. კი ბატონო. და იაპონიის სამხედრო საკალინძეგად. ოიტა დავიწყდი. ეხლა მისმენე საქართველოში აი აფხაზეთში რო იყო მე დავგებოდა თელშევა. ხო. ისე 9 თვე და რამ 9 თვე უიერაღოდ ვერ ვერდოდით რუს ყალყა ჯანდაბა ხოვა დაფხატა. კი. ჩვენი ხალხი არა შევასწრებთ როგორ მოგვაწვა რუსმა და იერაღი გამოგოტანეთ თორე ეს მოგვიგებთ ხო. ჩვენ ხარ სტული იყო. განიერაღება რომ მოაწყოს. სული ვერ ვიქნეს. სოჩი ხელ მოაწერეს საზოგადოებას ბატონი ედუარდმა დაით მოაწერა და მოაწყო დავიცი გაიტანეს ატელერია გაიტანეს ტანგები და შევატოვეს და ეს ხო. და საბოლოოდ სოხუმი დაეცა. აი ესა და შეაკვდა ხალხი და ახდაც გაწევდა ქართველი ხო. მეომარი სულია ჩვენს მაგრამ იმდენ იქნეს ეს მეომარი სული ჩაკნეს რა. ამაში კიდე იაგუხიჩის პარტია იაგუხიჩი ხანდახან ის ბიჭი ხანდახან წორა რაზომის არა ეგ პროფესიონალი იურისტი ადვოკატია და მაგ მიმართულებით პროფესიონალით აზროვნებს მაგრამ ეს პარტიული წესდება რა უბედურება ეს ვერ გავიგას მე რაღაცაში გემხრობი თქვენ გოჩინ გომები რო ყავს ის მე ტრანზიტული მაგას ხარეთ მე არ გავარ და დაანაცხობა თქვენ და მაგაში თქვით რა ჩვენ ისეთი სიტუაციაში ვართ საქართველოში მე თქვენ შეიძლება ხაიფიქრო აი ხარ მაზრონი კაცი ქართული გარ ახალთომის რომელი ხარ და რაღაცა ლიბერალურ ხარ დაწვები და ახალთომის ეროვნული სული ჩვენ ხარხო აი ხედავ ხუში რა მეტი მოკატე ხავს მე მეზობი ჩვენ უფლის იმედადა გერმანმა რო თქვა გერმანია უცი ჩავიხედავ ქართული საქართველოს და მივხვდიო რომ საქართველოს ხოლმე გადააჩინა ქართული არცეთი იმიტომ ქართული არ უნდა იყოს ისეთ გადაცხრობად იმდენი ომები გადამინდა რაღაცები რომ ქართული არ უნდა არსებობდეს რა ჩვენ გვატრონოერია ეხლა ხალხო კიდევ ამას უნდა ქართულებს რომ ჩვენ კრუში ერთი მოკეთე ყავს მე არავინ არ არის თურქია და ჩვენი არის საქართველოს სომხეთია და სამცხე ჯავახეთი მიაქვს სომხეთია და როგორ ხედავ თუნ ძმა არის მაგრამ აზერბაიჯანს კიდე კახეთ-ჰერეთი უნდა აზერბაიჯანი უკვე მე მეგობრები არიან მაგრამ ხედავ დაიწყოს რაღაცა ხო ხედავ ეს მის გათუშენ მეგობრები ქვენი კაი ხალხია ჩვენ შორის მიდღებს არ ყოფილა კომიტეტი გადაბდიანის შორის და მე ფერენგზები მაგერი გვერდიდან რაღაცა თურქეთი ახეზე თუ რაშობა რაღაცა თუ ხმე მეს კი არის მაგე რო ითხოვენ კახეთ-ჰერეთის ხარეს და იმას რაღაცა არ მიდა არაფერი ეთხოვენ მაგრამ რაღაცა რამე რომ მოხდეს თავის ხან დაიცვა და ამას პატარას მოგუზალი უნდა რაღაცა ხო შეიძლება სხვა თუ არაფერი ბატონო რამას გარეჯის პრობლემა ხო ქონდა რაღაცა არის ხო რაღაცა გარეჯი ვერ მოაყვარა მაგრამ რამანა მოაკვეთია მასეთ რომ თუ ძმები არიან რუსეთია და ხო ხედავ ვინ არის ხო ხედავ ამ წერი ჯონია რუსეთი და კი მე არა ამ თალბის მომხმარა მე რუსეთ ხარეს გავარ რა და კიდე ვერ საკითხი ბატონო შავ უნდა თქვა ჩემს თქვენ გულში რა მე ამ ლიბერალების წინააღმდეგი ვარ ყველა ვარ წინააღმდეგი მაგის კი ამ ნაციონალის მომხრე არა ვარ ამ ახალთოვიზე არა ვარ რაღაც მომხრე დღეს ვარ მომხრე ვარ დღეს მომშეველი ვარ ქართული ოცნების ეხლა უკვე შეიძლება ხალხი მოვიდო რომელი ხალხი მოვიდეს რაღაც ისე ხარ გადაგიგია პატიცორი კი არა ვარ და ახლა მის გულში ეთქლებოდი გვარმაგიდეცოდი ბატონ ზედან ზაკოდის მე თანამედროვე ვიყავი და ნაციონალური მესრუ და ერთი გამონათება იყო საქართველოს ისტორიაში
გასაგებია ხო? ჩვენ ორი კუდესობა ხალხო არზე მოვიდეთ რა. ერობა როგორ გვეცემა ხედავთ, ხო? ამერიკას საერთოდ მხარს არ ეგუება ხედავთ, ხო? რა ხდება ვერ გავიგით, ხო? გაუგულებაში ვარ, ხო? არობა ზამუნდა ჩვენ რა, როგორ გვეცემა ხო და ვიცი გვეცემა ხო? მაგრამ ეს მას კი არ ნიშნავს ჩვენ რუსების ხალხს გავიწიოთ. მე მესმის და შემოხარეს გამო რუსი ჯერ დავაყენოთ საქართველოსიო, გადაგამიწიოთ ერთი ხალხისიო, მეორე იმაშიო. ბათუმთან, ეს როგორ მე? და რატო უნდა დავაყენოთ ვერ გავიგე? ხო, ესმის შემე. კი, მაგრამ მიზეზი რატო უნდა დავაყენოთ? თუმცა ეს შეაკავებს თუ თურქსო და იმ თურქ შეაკავებს და იმათ შეაკავებს თუ რა აი არაბებდი მას შეაკავებს. შენ ხალხო რა. შენ ხალხო ქართულები 1921 წელს ჩვენ მეთათუნ არის ამდენი კაცი იყო თუ 500 კაცი იყო დამაშავე გატროლი მე მოგიბოდა გააქცია თუდარიანთავი ამ დროს 45-დან 50-მდე რუსეთის ჯარში სამსახური გენერალი სახში იჯდა აი ეს არის ჭამდი 20,000 ჯარისკაცი იყო ოფიცერი სახში იჯდა ხო სახში იჯდა პლუს თემი ამერიკასის ჯარების თქვია წამალი ნახებოდა თბილისში ხო ეს ამის შეიძლება საქართველოს 10 წელი იომა შეიძლება იყო რა მასე თვე ჭამადამოს ხალხო ზოგადად დამდეგით ინგლისის ხალხს მე გადავერთეთ გერმანიის ხალხს მე ვთქვი ნეტრალურობა ვთო ლენემა აღიარა ჩვენ დამოკიდებულება ჩვენ მათ მაგრამ უსეთაც ვერ გავარკვიეთ თვითობა ეს გერინგის ხალხი დავიღავეთ ხო ავირიეთ მასე ხალხო ის აიფხარდეთ რომ 500 კაცმა გვარბენია და იუნკერის შეახოცეთ მაგას იუნკერები დოდე დაეცა და უამრავი ხალხი დაწყდა ამ ბრძოლაში კიდე ისე გულისხმობს კაცო ხო შეგვიძლია ჩვენ ერთადობ გარიყავით და გავგეთებია ხო შეგვიძლია კი შეგვეძლო მაგრამ აზრი ისე ქართული მუნდულა რაღაცი ხო ქართულმა არასდროს მოიცნო ერთთან ჭამდიდე დემოკრატები სოციალისტები რაღაცები ღებდეთ ბოლშევიკები და ჩვენ ისინი არეულობამ გამოიწვია ხო ეს ეხლა თუ ვიღებთ ეხლა ერთი პარტია რუსეთის ეკაჭება მეორე ევროპელები ვართო ერთი ხალხო ქვეყანას ბატონობდა მეორე გაატო ორი ხალი ბატონობა მოღალატები ჩვენი ქვეყნა მე ასე მჯერა ვინც საქართველოს იმ სოციალურობა ვინც ხურება იმი ჯარები და ევროპელი ჯარები და იჯარები და არავის ჯარები ხდება ჩვენ ბატონებო მოვიდეს კაცი რა ხატო გავარკვიოთ კაცს უთერთობა ყველა სახელმწიფოს ყველა ჩემ დავანაგოთ უთერთობა დავალაგოთ ბალამტობას თავი დავანებო ხო მაგრამ ბატონო რამას ბატონო რამას ბოდიში და კიდევ ნატოში დახილაცო ნატო დახილმა გავუკეთა უკრაინა და შეგიდო ქართული დაძე მინისტრო ხარ ან ქართული საგარეო მინისტრო ხარ კიდევ ნატოსთან ხარი ღია და ამას ამბობ ჩამოყალიბე რომ ნატოსთან ჩვენი შეცვლა თქვი ვერ შემდივა არ შევა ჩატოში ნატოს ამოიღე უძდა ეს მუხლიდა ეს არაფერს არ იწვევს ეს კაი არ მოგვიტანს ევროკავშირი არ გვიღებს და არც გვიღებს არავითარ შანსი არ დაგუტო ვერ ბამ ჩვენ მიგიღოთ ეს ხო თამაშია ბატონებო რა ჯერ მე ბატონებო ჯერ მე ახლა უყურე ამდენი ხანია ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ მაგრამ მე დღეს ეს ვერ გავარკვიე რას ნიშნავს ეს სტატუსი მე მეორე ყველაზე მთავარი რა არის თქვენ ახსენეთ ნატოსთან დაკავშირებით ჩვენ გვახსოვს ყველას რომ 2008 წლის მოვლენები ზუსტად გამოიწვია ნატოსთან დაახლოებულმა სიტუაციამ აგვისტოს მოვლენებს გულისხმობ ხო ბუქარესტის სამიტი რო იყო მაგის გამო ხო და მაგის გამო მოხდა ყველაფერი და ეხლა ისევ ნატოში გავრივარ და ევროკავშირში გასულ რა მინდა იქ ნატო გამო ხო ამერიკელებმა მანდატო მე ვთქვი ამერიკელებმა თქვა გამოვიდა და ამერიკელები თავდას მინისტრი იყო თუ პრეზიდენტი იყო თქვა რომ უკრაინას ომი გამოიწვია უკრაინის სტრაფო ნატოში რა თქმა უნდა და ჩვენი ომი არ გამოიწვია მაგან ეხლა გამოიწვია კი ყოველთვის გამოიწვია უსწოროდ აქ დაგაგოს კაცო აგია იმაში აგია 25 კილომეტრის ხოდას კაცო ხარგოში კი ბატონო ან ბატონებო ოჯახი ყოველგულო ამოიღე სიტყვიდან სამხედროსეთ ხალხო ამოიღე სიტყვიდან ლექსიკონიდან ნაციონალურ და თავდონები სამხედროსეთ ვინ სიტყვის უნდა დახსენებს ხო ის ამოიღე ხალხო სიტყვიდან და არ ხნათ ეს ის სამხედროსეთი კი არა სამაჩაბლოა სამაჩაბლოა რა სამხედროსეთი ხალხო რა ოსეთი კაცო ესენი გამორვიან გაყვირიანენ არც გაჭერი რა დაილაპარაკე ნორმალურად თავ დაყოფილიყო ამან და საბარო მომხანაც მაგას თავი რა თქვია შეყობი გამოკვეთე მომხანხ ლავრომა რა თქვა უშინო ხედავ ო ვიცი აი მაგ თემას უნდა შევეხო შემდეგ კითხოს კი კი
Europa თქვენ ნაციონალური გაგრძელება ხართ. რატო? ისე რაღაცა სერბაკო რუსთან ხო? სერბაკო დავილაპარაკოთ, ისე შეშინია თქვენ. რუსთან ხოთ, რუსთან დავილაპარაკოთ. უნდა გავარკვიოთ რუსთან მეზობელთა და უდოდებოთ არ გამოგვიყვება არაფერი გამ. ვერ ხედავთ სოფლი ვერ არჩენებს. ბატონო რამოდენიმე ხნის წინათ აი შარშან. უბრალოდ წელს თუ არა, შარშან შემოდგომაზე ლავროვი გამოვიდა და განცხადება გააკეთა. რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის უნდა მომხდარიყო შეთანხმებითი ურთიერთობა რაც საელჩოებთან მიმართებაში. საბოლოოდ ამათმა ისე გააკეთეს, ვერც თავი მოაბეს, ვერც ბოლო და არაერთხელ ახსენი ეგ როგორ უნდა გაკეთებულიყო მე მაგ თემასთან დაკავშირებით. კაცო, თუ ჩვენ ურთიერთობის აღდგენა გვინდა რუსეთთან მშვიდობიანად, ვესაუბროთ იმ რუსებს. ვიომოთ ბიჭი ვარ კაცო. თუ ომაგომი გვინდა ვიომოთ კაცო. თუ ვარ მაგის თავი ვიომოთ მაგრამ ვიო. მაშინ თურქეთთან რატომ მოდიხართ? თურქეთთან ნაკლებიც არ ჩვენი? ბატონო. რუსთან ლაპარაკი დაიწყოს ვინმე. კი არა, ვიზმაკაცო და კი ჩავეხოდო და კი თვითონ გაგოთო. კაცო გავარკვიო რუსთან უდოდო და ერთხელ სამუდამოდ დავალაგოთ რა. არ გამოგივა ეს ასე ლაპარაკი რა. დიპლომატიური სიტუაცია ხო უნდა დადგეს. ბოლოს თურქეთთან გავარკვიო რა უნდა ამ თურქეთთან რა თქმა რა მიწა მაგის რა მეცხია თურქეთთან. ეხლა ბატონო რამაზ რო გახვირია. ასტაციანი არმია უნდა საქართველოს. კი. რა ხდება ეს რა არის? სად არის მე არის არაფერი არ არის. მოგაჩნია რამე? გაიწო ხო თანადამთა მინისტრი. აი გენამდე აი ხალხი არ აქვს. არ უნდა. ეროვნული ხალხი არ უნდა. ყველაში არ უნდა. ვიქნელობა ჯამში. უბრალოდ უძობი და არჩილებს არ. რა არა აქვს ბატონო რამაზ რომელ გენერალები? აი ელემენტარული ბატონო აი კაფეზე. ელემენტარული. თქვა ისეთი აი რაღაცა მოხდა და უცებ დაიშალა. კი. ვეთახლა მაგით და. კი. მოდი. თქვა დაიშალა. ეს შეიძლება გაგრადებული ეს კაზაკები, ჩეხები, ისინი. ხაბარდობა ყალერები ისინი. დაღესტრელები ზემოთა ისა. ყველა ჩვენი დერია. ინგუშის გარდა ყველა ჩვენი დერია. ესე ნუ იქ ხაოსი დაიწყოს იქა. ჩვენ საწოლი ჩემი დავიცვა და ჩვენ დავიცვა. თვითიცავ და მათ ჩვენ თერთა. ვერ დავიცავ. ვერ ხარ გავარ. ევროპა და ყურება და ეს დიდი ევროპა კაცო. რა ევროპა ვიდეო. ისუნი ხარ შეიძლება. ისინი მეუჩება ნიხი ჯამყალებობა. ახალგაზრდებს არავინ ჯარი არ უნდა. არავის ქვეყანა სამშობლოს არ უნდა უკანიო. ყველა გულს სული მამული სული მოუწევდა. ერთ წლიანი მსახურება არ უნდა ახალგაზრდობას სამხედრო საავადმყოფოში. ან სადაფერი უნდა იმსახუროს, არის ჯარი დღეს. სად არის სკოლაში კაცო ეროვნული სული არის ქართული სული. ამე არსებობს ქართული სული. გეუბნები რა. არ არის და საქმეს მაგაშია. თქვენ ახსენეთ გენერალები. ბატონო რამაზ. აფხაზეთში მომდი და ცხინოაში ორი ხელი ყო. ოთახ აჩქი არ უშავდა. კი ბატონო. განწოვა იყო ის იყო და რაღაცა ის არის ვერ მოაბეს თავიდანვე ვის მოაბა იომეს ბიჭებმა ხო? როგორ არა ბოლოს და ბოლოს ლეგენდარული სიტუაცია აღმოჩნდა შინდისელი გმირების იმის რა ქვია გმირობის საფუძველზე რომ კიდევ ერთხელ გავიგეთ რომ ქართული ვაჟკაცული პატრიოტული სული არ გვდება. სხვა რაღაცა ბორისოვის არ დაჭრეს. კი როგორ არის? მაგვარი ბორისოვი. ისა კულახმეტოვი. არა დაჭრეს გენერალი დაჭრეს რომელიღაცა იქ. რუსი გენერალი. დაჭრეს და გააქცია ამბედიებდა ხო? უდეც არ იყო ძალამეტი ხო? ან ბატონო აფღანეთში იყო ჩვენი ხალხი ჩალისაცი ხო? ამას სიგმენდეს ამოვე ქართული ჩვენ მომალი ხალხი ვარ. მაგრამ ამას ხედავდა და ჩვენ ჯარი გვინდა ბატონო. საქართველოს ჯარი უნდა პატრიოტული სული ეხლა სწორ დასადგან. კი ბატონო. კულგო ყველა ვეუძის, ყველა წინამდე გიდის, ყველა ის შიგამტერი, ის კაიგეს დაფინანსო შეუძლებს მაგრამ ეხლა თუ ხო ზარდება. ეს ჩვენ დასამთავრებოები სასომხებში დაულეგეცდებიათ ორგანიზაციები და ეხლა სომხებო დაუშვეს ფულჯი გადაიღებენ მაინც რა მნიშვნელობა აქვს საიდან აიღებენ გახსოვთ ბატონო რამაზ თინა ხიდაშელი რო იყო თავდაცვის მინისტრი ხო იცი თინა ხიდაშელი იღებდა დაფინანსებას თუ არ ვცდები ბანგლადეშის თუ ტაივანის საგესა პარლამენტის თავმჯდომარის ფონდიდან იგი ამერიკიდან მოდიოდა ტაივანში ჩადიოდა იქიდან იღებდა ჩვენთან რომ გამოცხადდა გამჭვირვალობის კანონი და ის ყველა გაიშიფრო და წავიდა იმაში და ტაივანში იქიდან რომ ჩამოვიდა ახლა სასამხედროში შემოაქვს ზად არ გეხარ სწორ ბაგანო თავ არ გასხარ სწორ ზად
სწორი გზა არის. მიმართულება სწორია, წარმოგანთლება სწორია, ისტორია, ამძრობა უნდა და მიხარა უნდა ბოლოს. ყველაზე მთავარი არის ბატონო რამას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. დაწყებით კლასებში დაბრუნდეს, საეკლესიო განათლება, როგორც იყო. ხო, მაგრამ უნდა იყოს. ანუ ყველაში ვერა. ამასთან ერთად მე-10-11 კლასებში დაბრუნდეს დაწყებით სამხედრო განათლება და სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში აღდგეს სამხედრო კათედრა. მაგის კი. ამ თავაზე თანადგომა უნდა. ამ ინიციატივებს მომიქიამდა და ამით მოგწამდეს. იქ უნდა და ამასო თანადგომა და გვეჩინდგომა. ხარვაზო ეს საკითხი მივიყვანოთ ბოლომდე ხარ. თანადგომა უნდა საქმე. უნიჭერეს თავა გვეყარგება. მე მეთქო დავაზო და სპორტის უნივერსიტეტში იყო ხართ? კი. კი, რა თქმა უნდა. ასაგელი. ისე თუ იყო ინტერნეტური სწავლა იყო, ბავშვები სწავლობდნენ, ჩერდებოდნენ საჭმელი, მედიცინა ისინი და ნიჭიერ თაობას სპორტი გამოდიოდა. აი ბატონო რამოს კიდევ ერთ რამეს ვიტყვი. საქართველოში აღსადგენია ავიაციის ინსტიტუტი. იყო და აღსადგენია. ხო, მაგრამ უნდა აღდგეს ისევ ხელახლა. კი, უნდა აღდგეს. მოვადო ერთ დღეს აგაკეთება, გაკეთება. იმო დაიწყეს მაგათა, ხო? დაიწყეს და მოვაკაცობა. ენა მოვა. ვერც ევროპის ამერიკა როგორიც არის. ხო, მაგრამ იმათ თქვენ რო იძახით რომ აპრაქტიკებენ რომ იმათ უნდათ ლიბერალურად, შოვინისტურად განწყობილი ახალგაზრდების გაზრდა, რომელიც არის ქვეყნის მტერი პირდაპირ. გამოწვეული თავობა უნდა გაზრდობა, ქართული რაფი არ გააჩნიათ, ყვებიან ისტორია რომელიც აქ ხოისა და მიგზია. ეს თავობა უნდა გამოზარდოდა ასე და არ გამოვა. თან ყველაზე ცუდი რა არის ბატონო რამაზ, აი შარშა რო ტარდებოდა აქციების, მოვლენების დროს, აი ბევრჯერ უყურებდი და ვისაუბრია ჩვენს და ის სხვა ჩემს რესპონდენტებთან. ბიჭო, გამოდიანი ახალგაზრდა, მე კი არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, ყველასთან მას თავის გაგება აქვს და თავისებურად პატრიოტულად აზროვნებს. უმრავლესობა, ხო, ნუ ახლა უმცირესობაში, მოდი ტელემაყურებელი, მაგრამ ჩათლახებიც არიან, იქ ვინც იყვნენ, მაგრამ საქმე სხვა რამეშია. რო გამოდიან ეს 2000-იან წლებში დაბადებული ახალგაზრდობა და იზახიან აფხაზეთი საქართველოაო, აფხაზებთან მიმართებაში მე პირადად კომუნისტების დროს დავიბადე, მე არ ვყვირი მაგის არა რაღაცას და ესე რატო გამორბიან და ყვირიან, ვერ გავიგე. აი, კითხვას ვარ. აი, არის ჩვენ ჩამაჩქა დავიდი და ამას პოლიტიკა არ ბატის ესეთი რომ ჩვენ ერთიანდა და ხუშა იქ არ გავიხილოთ. ეთი ნაბიჯი გადავდი და ხანდა ხარ. არავითარ შემთხვევაში არც არავინ დაინტერესებულა. ახლა ხო ასე ჩვენ გვქონდა. კი, არიან. ჩვენ ყველას ქონდა შეცდომები იქითაც და აქეთაც. ჩვენ მეტი ვართ აფხაზები. კი. ჩვენ თვითონ ავიღოთ რა აფხაზებთან უნდა მომახოთ რაღაც საერთოდ. ჩვენი აი ჩვენი შეცდომები. კი აფხაზებს ნორმალურად არ არის. ჩვენ დავუდგეთ აფხაზებს მაგრამ. ამით წელი დავიდე ახლა. ამე ეთნები გადავდით, მაგრამ თავობა გაიზარდა ხო? ეხლა ხო არის სოხუმის უნივერსიტეტში არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც აცხადებენ, რომ აფხაზეთი საქართველოა. ჩვენი ხელისუფლება დაინტერესდა მაგით? არა, მე სხვა რამეს ბატონო რამას, სხვა რამეს ვიძახი. ურთიერთობა ხო უნდა აღდგეს. რაღაცა თამაში, რაღაცა იქით აქეთ ბიუჯეტი ხო უნდა მოდეს. ბატონო ისა წერა ხელისუფლებას. ის ნებერო. კი. შიშის არცებდა და ვიხავრობა ხო? კი. განია საკითხი გამოყალე იქით და დაიჭირა ესენი. კი ბატონო. რა მონადი არ გაუქმეს? ბოდიში ბატონო რამას ერთ რაღაცას ვიტყვი. 2006 წელში მე მახსოვს ერთი რაღაცა. 2006 წელში საქმე იმდენამდე მივიდა რომ აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა იყო დამთვარე და საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა შამბა თბილისში. ჩამოსული და ყოფილი პრეზიდენტი სენაკში გაიქცა პროტესტის ნიშნად, არც შეხვედრია. ნაშობდა აგენტი იყო ჩამოდანებული, ვისი იყო, ვიგრუდანიშთან გაცოდა. ივანოვის ხალხი იყო რუსული საკითხებთან რა ზამობას. მე გადაი ორბაგი აგენტი იყო და რა. და საბოლოოდ ისა აგენტ გამოვიდა კაცი თავის მინისტრი იყო მე ამ თავის ალასანია. ხო? მოილაპარაკე უმან ფედერაციას რაღაცა ინდივიდუალურად ჩამოვიდა არჩევთო საერთოდ. კი, შეთანხმება ესეთი იყო რომ გამჟღავნდა ბატონო ნავაზ რომ ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის ფუნქცია უნდა შეესრულებია აფხაზეთის პრეზიდენტს. შეთანხმება იყო ეგრეთი. მაგრამ ეს გაიქცა პროტესტის ნიშნად ახალ ჯანდავაში. ახალ მომიდროს კოდორიზა ვინ გააკეთა? ვინ გააკეთა? კოდორიზა რატო გააკეთა წინა კოდორიზა? წინასწარ იცოდნენ რა უნდა ეკნათ და იმიტომ გააკეთა.
ყველაფერი იცოდა. აჰა, ჩვენ გაყვეთ და ხაზეთი. ვინ გაყიდა? შევატოვეთ ჩვენი ხალხი, ხალხი პატრონიკო და ტოობა, მოგდიოდი და ერთმანეთს ტრობენ ყოველთვის. ერთმანეთს ტრობ დაზე დავდგეთ. ეხლა რო ეროვნულობენ ხო? ასაკეთებ მაგინა ხალხის ზონა. ახდებოდა ხო ვიცი და რაღაც. თაობა ვარ ჩვენ მასე ყოველას ვიდები და ხო ვიცი რა ხდებოდა იქ აქტაგლეჯვა. ის გაიცო მანქანა. გაიცო ავეჯით. გეთახვები ეგრეა კი? ასე არის ხო? აიდეოლოგია ხონდა იქ. ასე არის ხო ხალხო? ის ერასო თუ ვიყიდროდი, ვიყიდროდა დაავადებული პუნქტაგროვიდები დესპენები და ეს ერაკი არ იყიდებოდა სომხეთში ქართული ერაკი და ახალი მომიოდა ერას სომხეთში არ იყიდებოდა ქართული. ყარაბაღის ომის პერიოდიც და იყიდებოდა ეს პრეზ დავღალატავდი. არ იყო ხარჯი ესე, ეხლა წეფერს დავღალატო. არაწიოკებდნენ ქართულ მოსახლეობას და იქაურ მოსახლეობასაც რომ ერთმანეთს გადაკიდებულიყო. ხო. როგორ არაკეთებს? ეხლა არის ახალი ფორმატი, ინფორმაციული ომია. ინფორმაციული ომია ახლა. მანამდე იყო ბატონო რამას ავტომატით და ტყვია-წამლით იყო მიმდინარეობდა ომი, ეხლა არის ინფორმაციული ომი. ის იმის კაცია, ეს ამის კაცია, ის იმის არის, ეს იმას აკეთებს, ეს ამას აკეთებს. ყველამდე ახლა ვიცი ხოვა, ყველა იმიჯარი, ამიჯარი, იმსთან არავინ და ჩვენ და ქართული სახელმწიფო ყველასთან ვიყოთ დავალაგოთ უთითო. ჩვენთან კი დაპირე. თუ თან თუ დავალაგოთ, რუსთანაც და ჩვენ ორივე ზორი ვიყავთ, უბრალოდ დავალაგოთ უთითო. დამნაპრაკებელი კაცი გინდა. სადაც ჩვენი და შინაგან საგარეო საქმეთა მინისტრი, ვისაც მოისურვა მასიკერდა იყო, ან ხალხთან გინდა ნორმალური უთითოა და ყველას მეზობელ საქმეთა დაალაგდეს უთითო. უნდა გაერკვეს სამუდამოდ რა. ვინმე შეეკითხა იმას თუ დაპოსტიესო. რუსთან დავალაგოთ უთითოებას. ანუ ბოლდაბოდი საერთოდ უკრაინელი და რუსები ხდებიან ერთმანეთს დაბალაგებიან ხო? იცი დაბალაგს ხო? ხას ესან 2-3 მილიონი კაცი მოვდავხოთ. და კიდე ბოლდაბალაგებას ვიცი დაბალაგე ხო? და ჩვენ არ გვინდა ლაპარაკი იმათთან. ხო, ნებას აქვთ ესენი ევროპელი დაქტო ნება. ხო, მაგრამ ეხლა ხო აღარა ვართ ევროპასა და ამერიკის გარემოს არ ქვია ზეგავლენის ქვეშ. ხო გამოვედით, ახლა რატო აღარ აკეთებენ ამას? ეხლა ბიდის ეს მონოპოლი აიღეთ რუსეთთან ვიღაცა დადიან თქო რა აკეთებენ და სიზული ეს და თავის სამთავრობო დონეზე და არავისი მოსახლეობილი არ არის ბატონებო 23 ხალხი არაძულე რუსთან უთეთობა უნდა დავალაგოთ უთა თუნდა მოვაგვაროთ ხალხ ან ისე ანას ასე ბუნდომა დაფერ გამოვა აი ერთ შენ დღეს შეიძლება დავყავო დამომდობი რაღაცა რატო არ შინით ამით ვერ გევიგებ რა საში არ არის სიმები გვაქვს ევროპის და ამერიკის რომ ხალხს დაგვიჭერს ვინაც გაგვიჭერს ეს უკრაინა თუ შეიძლება მომშვენია 2008 წლის ომის მოვლენებში ყოფნის დროს ამერიკელმა ექსპერტმა, რომელიც მაშინ თურმე იყო თავდაცვის სამინისტროს ამერიკულად, ესეთი განცხადება გააკეთა, როდესაც ომი დამთავრდა საქართველოში. არა, სიტუაცია რო არის აირდაირია, მაშინ ესეთი რაღაცა განაცხადა, თურმე შეხვედრა მოხდა ჯორჯ ბუშის კაბინეტში. ხო და ყველა თანახმა იყო, რომ საქართველოში გარკვეული ნაწილის მომხდარიყო და გამოვიდა უშუალოდ მრჩეველი პრეზიდენტისა და განცხადება გააკეთა სადუშვებთ ამ ხალხს ის ჯუნგლები არიანო. ხო. და მე საზარბაზნე ხორცად არ მემეტება ჩვენებიო. ჩვენ ხო და ბოდიში რატომაც ამერიკული მისიით ავღანეთში რამდენი ახალგაზრდა დაიღუპა? 1000 კაცი მოთასული. ხო და რამდენი დაიღუპა? 100 კაცი მოგლა ხართო. ხო. ის ხო ამერიკული მისია იყო. 20 კაცი მოგლა ესტონები. კი. ესტონები ამერიკელია, ჩვენ 1000 კაცი მივიდა. ვინ დაგვიფასა ჩვენ? ვინ დაგვიფასა ჩვენ ავღანეთის მისიაში ამდენი ქართველი დაიღუპა, ამდენი შრომა. თუმცა ფულსა ჩვენ უთი ბიუჯეტი დამაგა. კი ბატონო. ხაბიგა და დოკატა. ჩუთი ვინ დაგვიფასა ჩვენ? არც არავინ. ან აი ბატონო. ძალიან უნდა ეხლა მაშინ თუ ძალიან უნდა ჩვენ ახლა და კაცო. თუ ძალიან ეხადები გუძე მომენტ ხო? კი. შეიძლება რა. არ უნდა ნატო კაცო. უსხო აკეზერეთ და რა. შეიძლება ვეთმანს ხელი მოვაწევოთ. ხო საქართველოს და ამერიკის ადვოკატო. საქართველოს ამერიკის ვალდებულება, საქართველოს ტერიტორია რომელიც ეხლა აღებულია. ამის საერთო სიტუაცია დავიცავ და საზღვაო დავიცავ. აი ვაზიანია, სენაგი, ჯარი შემოიყვანა იქ. არ ეგ არ უნდა. 500 ბაზა ხო გარ. 500 მეტი იყო საქართველოს ლაგი თურქეთია. გაყავი ნახევარაკეთ მოყვა თუნდაც ნახევარაკეთ აღარ. ავი ბაზა შემოიყვანა ეგ მანუში ხო იყო ვალდება. კი იყო როგორ არა, მაგრამ არ უნდათ. აი შეიძლება სამდრესი გაგებდეს. და რუსი ხალხო ჩაიგდებს. ჩვენს დავშვიდებით და მე გადახეშო ყოლადო მას მაგრამ ამაში არ აგეთე. შეგიძლია გამომიგნო როგორც საზარბაზნე ხორცი რო ვიხედე უკრაინას.
რომ ფული გათეთრდეს, დიდი თანხები იშოვონ. 48 მილიარდი და 4 მილიარდი დავებიან მას თუ მე ფული მარტო დენსეს გერა მთელი ევროპა და უკრაინის ხელისუფლება მიიღო. ეს გააკეთო მაშინ. კი ბატონო მაშინ. ეს არ გინდა. გინდა საზოგადო ხორცე გამოიღო, ანუ გამოვაყენებიოთ. მოკლედ ბატონო რამაზ. ბევრი ვისაუბრეთ ამ თემებთან დაკავშირებით. ხო და მიმოხილვაც კი აღარ ჭირდება, საბოლოოდ მიმოვიხილეთ. მადლობა დღევანდელი ჩემ გადაცემაში სტუმრობისთვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, შევხვდებით შემდეგ კვირას 21 საათზე TV+-ის ეთერში. მადლობთ რომ გიყურებდით. აგადანდებეთ.